მეტი სიახლე, მეტი სასიამოვნო ურთიერთობა, მეტი კულტურა. რადიო იმედის ეთერშია რჩეულების სახალხო შოუ 17:17. ქალბატონებო და ბატონებო, თქვენ წინაშეა ახა მიქიაშვილისა და ნიკოლოზ ლუკიძის ინტელექტუალური სამშაბათი. საღამომშვიდობისა, მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, დღეს სამშაბათია, კახა მიქიაშვილი ვარ თქვენთან ერთად და დიდწილად ვინც უსმენთ ხოლმე ჩვენს გადაცემას, ხშირად ვსაუბრობ ჩვენ თეატრზე და იმ პროცესებზე, რაც ქართულ თეატრში მიმდინარეობს და ჩვენ დღეს ისეთ მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბრებთ, რაც ძალიან ასაზრდოებს თეატრს და მნიშვნელოვანია წარმატებული სპექტაკლი, ეს არის დრამატურგია. კერძოდ, ქართული დრამატურგიის ხელშეწყობისთვის თუმანიშვილის ფონდი უკვე მრავალი წელი ატარებს კონკურსს ქართული პიესა. წელსაც გაიმართა ქართული პიესა 2025 30 მაისს გაიმართა დაჯილდოება, გამოვლინდნენ გამარჯვებულები და სწორედ აი ამ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან თემას შეეხება ჩვენი დღევანდელი გადაცემა და მე მინდა სიამოვნებით წარმოგიდგინო ჩვენი გადაცემის სტუმრები, ფონდის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ქალბატონი მან ანთაძე და ერთ-ერთი გამარჯვებული ამ წლევანდელი კონკურსისა ვალერი ოთხოზორია და ასევე ჩვენ გვექნება საშუალება რომ მეორე გამარჯვებული, ასევე მწერალი ბასა ჯანიკაშვილი ჩაგვირთვება სატელეფონო ჩართვით. საღამომშვიდობისა, მადლობა მოგზაურობისათვის ქალბატონო მანამ. ვალერ, აქვე გილოცავთ თქვენ გამარჯვებას ქალბატონო მანამ. მე ამით დავიწყე რომ თქვენ უწყობთ დიდწილად ხელს და აქცევთ ყურადღებას დრამატურგიას და ეს ერთგვარად პოპულარიზაციაც არის ქართული დრამატურგიის, ხელშეწყობა დრამატურგების, მოტივაცია იმისთვის რომ წერონ პიესები და არაერთი ქართული პიესა შეეძინა ქართულ თეატრს და ქართულ მწერლობას დრამატურგიას ამ ფონდის მეშვეობით. თავდაპირველად მოდით კიდევ ერთხელ მოყვეთ ფონდის არსებობის შესახებ, როდის დაფუძნდა, რა არის მიზნები და შემდგომ გადავიდეთ წლევანდელ კონკურსზე, რომელიც სიმბოლურად ესე ძალიან შთამბეში დავიღო ბატონი მიხეილ თუმანიშვილის საფლავზე გაიმართა დაჯილდოება. იმიტომ რომ 20 წელია, საიუბილეო წელია 20 წლის მადლობა. იცით რა, რო არ დამავიწყდეს, მე მინდა თქვენ თქვით რომ ეს არის ხელშეწყობა თეატრისთვის. მე მინდა დავიწყო იმით, რომ მადლობა უთხრა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას ამ კონკურსის და არა მარტო ამ კონკურსის დაფინანსებისთვის. მუდმივად გვერდით გვიდგანან და რაც შეუძლიათ ყველაფერს აკეთებენ. უღრმესი მადლობა მათ ამისთვის. ეხლა რაც შეეხება ფონდი მე თქვენთან ადრეც მაქვს მოყოლილი ბევრჯერ, ყოველთვის კარგად მახსოვს, თქვენ ყოველთვის ძალიან საფუძვლიანად და ყურადღებით წარადგენთ ხოლმე ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ. ფონდი შეიქმნა მიხეილ თუმანიშვილის გარდაცვალების შემდეგ ერთ წელიწადში და ქონდა თავისი მიზანი ამ ფონდის შექმნას. მაშინ ჩვენ კინოსტუდიის ნაწილი ვიყავით, კინომსახიობთა თეატრი და დაფინანსება იყო კინოსტუდიიდან. ბატონი მიშა რო გარდაიცვალა, სააქციო საზოგადოება, რომელიც უკვე სტუდია იყო სააქციო საზოგადოება, დაიშალა და გვითხრეს რომ დაფინანსება აღარ იქნება. ეს იყო შოკი, ანუ თეატრი წყვეტდა არსებობას. და მაშინ გოგი მარგველაშვილი იყო თეატრის ხელმძღვანელი, მე და გოგიმ ბევრი წერეთ და ვიარეთ რომ დაფინანსება მოგვეპოვებინა და არაფერი რო არ გამოვიდა. მერე დათო საყვარელიძე მომცა იდეა, შექმენი ფონდიო და თეატრი არსებობდეს როგორც ფონდი, ლასკალა ფონდიო თქო. დათო ერკვევა ამ საკითხში კარგად საერთაშორისო ლასკალასგან ცოტა შორს ვიქნები ჩვენ მართალია, მაგრამ იდეა იყო მშვენიერი. მაშინვე წავედი იუსტიციის სამინისტროში, კახა გაგიკვირდებათ ისეთი უცნაური ისტორია, პირდაპირ მივედი, არავის არ ვიცნობ, შევედი რომელიღაცა პირველივე ოთახში, 3 ახალგაზრდა ბიჭი ზის და ვთქვი რომ მომეხლა რა გავაკეთო, ეხლა მინდა ფონდი დავაფუძნო. აბა გამომკითხეს რა, როგორ, რატომ, მე უთხარი, ეხლავე აიღე ფურცელი რაღაცა დამაწერიეს, დებულება, იქვე დამიბეჭდეს, იმ დღესვე იქვე არც ვიცი, ვინ არიან, სახელი და გვარიც არ ვიცი. ის 3 ახალგაზრდა, ვინც აი ეს უცნაური ამბავი. უნებლიეთ დიდი საქმე გააკეთეს ქართულ თეატრს. ძალიან დიდი საქმე გააკეთეს. თუ ვინმე შემთხვევით ისმენს, უღრმესი მადლობა. ეს იყო 27 წლის წინ. იმ დღეს დაფუძნდა და რომ ნახე ის ფურცელი რომ მომცეს, იცით რა ეწერა? ის 98 წელი, 27 მარტი. თეატრის საერთაშორისო არაფერი შემთხვევით არ ხდება ნამდვილად. ეს ფონდიც საერთაშორისოა.
აი ამის შემდეგ წავიდა უკვე ყველაფერი. შვენივრად მიდის და წელევანდელ კონკურსზე გადავიდეთ, დიდწილად მინე გამომოხულოთ ყურადღება, 19 პიესა იყო წარმოადგენილი, როგორც ვიცი და ჟიურის გადაწყვეტილებით 2 გამარჯვებულია, ერთი სახეზეა ჩვენთან, ვალერის აუცილებლად გავესაუბრებით და ჩაგვერთვება ბასა. აი რა პროცედურაა, როგორ ხდება, თუ იზრდება მომართვიანობა წლიდან წლამდე და ხარისხით? იცით რა, ხარისზე ეხლავე გეტყვით, რომ რა თქმა უნდა. თუ ადრე მოქონდათ წლობით დაგდებული სახში პიესები, რომელიც არც პირობაა ერთადერთი, რომ არ უნდა იყოს დაბეჭდილი და დადგმული. უნდა იყოს ახალი. მეტი შეზღუდვა არაფერი არ არის. ადრე ვიღებდით ერთ კაც მოქონდა 6-7-8 პიესა მეტიც. 3 წლის იმდენი მოვიდა პირველ 3 წელიწადში, თადეს ძველი, ცოტა უინტერესო პიესებიც, რომ მე მივხვდი რომ ცოტა სხვა რელსებზე უნდა გადავიდეთ, გამოვაცხადე რომ ერთმა დრამატურგმა მხოლოდ ერთი პიესა კი და ასე. მაგრამ თქვენ რა გონიათ? 70 პიესა მოვიდა იმავე წელს. 70. ესე იგი იწერება პიესები საქართველოში. იწერება პიესები საქართველოში და მოვიდა ოკუპირებული ოსეთი, ცხინვალიდან, აფხაზეთიდან, მოვიდა პიესა საშიელ აღსრულების დეპარტამენტიდან. შვენიერი. წარმოიდგინეთ რა. მე სანამ ვალერთან გადავალ, კითხვით მინე ამოვიკითხო ერთ-ერთი ფრაგმენტი ბატონი მიშა თუმანიშვილის ნაზრებიდან, რაც მე ვფიქრობ, ხშირად უნდა შევახსენოთ ჩვენ თავს, ვინც მსახურებითიათ, ვინც დაკავშირებული ვართ თეატრთან, ვისაც გვიყვარს თეატრი, გვაინტერესებს თეატრი, ძალიან მენიშნა და საჭიროა ალბათ ხშირად შევახსენოთ. ბატონი მიხეილის დიდი ქართველი რეჟისორის, პედაგოგის, მოაზროვნის თეატრალების შეწყობს აკითხავთ. თეატრმა უნდა დაუბრუნოს ადამიანებს მშვენიერების რწმენა, რაც მათ ისტორიის გრძელ გზაზე დაკარგეს. რწმენა ეროვნული იდეალებისა და ძალების მიმართ. მოაგონოს ხალხს, რომ ყოველივეს ჩადებულია უმაღლესი აზრი, მისია. ჩვენ მისიონრები ვართ. რწმენა და იმედი უნდა ვიქადაგოთ, ეს არის თეატრის დანიშნულება. კიდევ ერთხელ ხას უსვამ, ალბათ შეიძლება უნდა შევახსენოთ ჩვენ თავებს და ვალერა, თქვენ მინდა კითხოთ, პირველ რიგში გილოცავთ, იმიტომ რომ აი ამ რამდენიმე დრამატურგიდან ამ პიესებში თქვენი და ბასასი გამოირჩა. საერთოდ როდესაც გაიგეთ ამ კონკურსის შესახებ, ამ ფონდის შესახებ და რას ნიშნავს თქვენთვის აი ამ კონკურსში გამარჯვება? მოგესალმებით, მადლობა მოლოცვისთვის. კონკურსის შესახებ საკმაო ხანია ვიცი და ვაგზავნი ხოლმე, ნუ ყოველ წელს თუ არა ხშირად მედიას ხაზი, ეს იყო წარმოდგენილი. მედიას ხაზი ერქვა კი ჩემ პიესას, მე მინდა ქალბატონ. ან მონაწილეობა მიღებული ქონათ აქამდე? კი. გამარჯვებულიც არის. კი. თარგმანშიც გაიმარჯვეთ, წინა კონკურსის თარგმანში და რამდენი მოგის ლაურეატი ხართ? კი. კი. დებიუტიც გამარჯვებით დამთავრდა. იცი რა, გულწრფელად ძალიან მნიშვნელოვანი კონკურსია ეს კონკურსი ქართული დრამატურგიისათვის, ნამდვილად რომელიც 20 წელია მიმდინარეობს და მას სათავეში უდგას ქალბატონი მანანა და რომ არამისი ძალიან დიდი პირადი და პროფესიული ძალისხმევა ეს კონკურსი არ იქნებოდა ისეთი როგორიც არის, ან საერთოდ არ იქნებოდა. რატომ არის ის მნიშვნელოვანი? ჩემი აზრით, იმიტომ რომ პირველ რიგში ის არის მარათონი, ასე ვთქვათ, მეტოქეობის ასპარეზია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ილუზია იმისმენა, რომ შემოქმედება იქმნება, ვთქვათ, სოციალური ცხოვრებისაგან მოწყვეტილად და მოშობილ მდგომარეობაში, ეგ არასწორი არის. სინამდვილეში შემოქმედების მთავარი იმპულსები არის ინტრიგა, ამბიცია, სურვილი და მე ამას ემატება ფანტაზია და აი ამ პროცესის გასუსხლებას ესე ვთქვათ წრებრუნვას წლიდან წლამდე უზრუნველყოფს ქალბატონი მანანას ძალისხმევა. იმიტომ ვუხდი მას განსაკუთრებულ მადლობას, რომ ეს არის აი მართლა უანგარო და ყველანაირად ისეთი საქმეა, რომლისგანაც ესე ვთქვათ ვერც ფინანსურ შემოსავალს მიიღებ და სარგებლოს ნაკლებად არც არავინ არ იქნება მადლიერი, როგორც წესი უმრავლესობა უკმაყოფილოა, იმიტომ რომ იმარჯვებს 2, ხო? ყველას უნდა გამოვიდეთ. მაგრამ მომავლის იმედი. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. კი და ამიტომ მართლა ქალბატონი მანანა არის ძალიან ძვირფასი ადამიანი ჩვენთვის, ძალიან ბევრი თვალსაზრისით და ერთ-ერთი არის ზუსტად აი ეს რომელიც ჩემი აზრით თუმანიშვილის ცოცხალი კვალის ერთგვარი გაგრძელება არის. კი, ვალერ, მინდა კითხოთ ქალბატონმა მანამ აღნიშნა მეტად მნიშვნელოვანი რამო, ერთ-ერთი მოთხოვნა არის რომ პიესა არ უნდა იყოს დადგმული, არ უნდა იყოს გამოცემული.
თუ შეგიძლიათ გითხრათ, აი დაახლოებით რაზეა თქვენი პიესა, როდის დაწერეთ ეს პიესა და ზოგადად როდის დაიწყეთ დრამატურგიაში, როდის ცადეთ პირველად ბედი? დრამატურგიაში პირველად ვცადე ბედი, სანამ თემურ შხეიძის სახელოსნოში მოხვდებოდი, ანუ სადღაც 5-6 წლის წინ, ალბათ როდესაც თავი ჯერ მეგონა გენიალური ტრაგიკოსი, როდესაც წავიკითხე ევრიპიდეს მედეა და მე რო ვცადე და მივხვდი რომ ვერ გამოვიდოდა, ეგეთ შემგან ესეთი გენიალური ტრაგიკულად დაწრულდა ეს ცდელობა. კი ბატონო, საკმაოდ და მე მეგონა უკვე გენიალური კომიკოსი, როცა არისტოფანი წავიკითხე და კომედია სხვა შორის მეტნაკლებად მომეწონა. ეხლა არ ვიცი ეს ტექსტები სად არის, მაგრამ აი კომედიით უფრო კმაყოფილი დავრჩი. ეს ტექსტი დაიწერა ხო და მე ბატონი თემურის სახელოსნო, რომელიც დღეს ისიც რო იურიდიულად გაუქმებული არის კულტურის სამინისტროს მიერ, აი ამ სახელოსნოში ვსწავლობდი მე და მქონდა ეს ბედნიერება რომ მოსწრებოდი ბატონ თემურს და ცოცხლად გაეზიარებინა მას თავისი გამოცდილება ჩვენთვის. ეს პიესა დაიწერა ზაფხულში. სიმართლე გითხრათ, ინსპირატორი იყო ბატონი გიორგი კაშია, ზუგდიდის სამხედრო ხელმძღვანელი. მისი იდეა იყო, რომ ეს ახალი მედია უნდა დაგვეწერა და ესე იგი შემომთავაზა, რომ აი დაუყოვნებულ წავსულიყავით მასთან ზუგდიდში, იქ ჩავკეტილიყავით სახლში და დაგვეწერა ეს. ხო და მე ჩავედი მოგვიანებით, ეს არ გამოვიდა დაწერა, ის გამინაწყენდა ამ განაცხენებულზე ეს ცოტა კომიკური ისტორია. შევედი აბაზანაში, იწებება ეს ზუგდიდი არის ძალიან ნესტიანი რა, ზაფხულში ცოტა საშინელი გასაძლები არის და ესეთი გაწებილი რომ შევედი აბაზანაში, განვიცდიდი იმას, რომ იმას ეწყინა, რომ იქ ვერ დავწერეთ ეს პიესა და აი მაგ დროს ესე ჩამომირაკრაკდა და მე დავწერა ხო აბაზანა. დაუბრუნდები თქვენს პიესის შექმნის იდეას და ვერსიას, მანამდე კიდევ ერთი დრამატურგი, ასევე ჩვენ თქვით, რომ ბასა ჯანიკაშვილმა პიესით გონების თამაშები მიიღო ეს პრიზი. ბასა სანამ ჩართავთ 2 წამი გეტყვით. ბასა იყო პირველი კონკურსის გამარჯვებული, პირველი ქართული პიესი. ეს იყო 20 წლის წინ, შემდეგ 10 წლის შემდეგ გახდა ვაშლის მფლობელი, აი აქ მაგ ბასა იცის ეს ამბავი, აი ეს და 20 წლის მერე ყოველი 10 წლის ეხლაც აი გადაიღო ზუსტად ეს ფოტო. ბასას ვაშლის ხეივანი ქონია სახში, ბასას აღამშვიდობისა, მოგესალმებით. შეყოფილი ვაშლების კოლექციონერი, ესე იგი. გილოცავ. სიმღერა იყო ესეთი, ვაშლის გამყიდვა. როგორ არ მახსოვს? როგორ არ მოგ. გაყიდვა არ დაგიწყია ჯერ იმედია. ვაშლი. გილოცავ, აი თქვით რომ უკვე მე რამდენად მოიპოვე და ჩვენ საუბრობთ აქამდე ფონზე, მის მნიშვნელობაზე და ქართული დრამატურგიის ხელშეწყობაზე, პოპულარიზაციაზე. შენი შეფასებით რას ნიშნავს ესეთი კონკურსები, რასაც შენ იღებ მონაწილეობას ცხადია და შემდგომ შენთვის ამ კონკურსში გამარჯვება. მადლობა მოლოცვისთვის, მადლობა ქალბატონ მანონას, ვინც დაარსა ეს არაჩვეულებრივი ჯილდო, პრიზი, მოდი ესე ვთქვათ. ეს რა თქმა უნდა, ქართული დრამატურგიის ხელშეწყობაც არის, ახალი სახეების გამოჩენაც არის. ეს არის ახალი ინტერესი თეატრის მხრიდან, რომ გამარჯვებული პიესა, რა თქმა უნდა, მეტი ინტერესი აქვს ამ წლების განმავლობაში. არაერთი მაგალითია, რომელიც გამარჯვებული პიესა დაიდგა ქართულ სცენაზე და არა მარტო ქართულ სცენაზე. იმიტომ მხრივ ამ პრიზს უდიდესი მნიშვნელობა აქვს, მე ესე ვიტყობ. შეეხება თვითონ წლევანდელ ესე იგი კონკურსს, რაც მოხდა, ეს კი როგორც ქალბატონმა მანანმა აღნიშნა, მესამე ვაშლია ჩემთვის. და ეს არის პიესა გონების თამაშები, რომელიც იქმნება მარჯანიშვილის თეატრში, რეჟისორი არის დათო ჭახრადია. ჩვენ დავიცავით ესე იგი კანონმდებლობა, პრეზიდენტო უბრალოდ ამ კონკურსის და ეს არ უნდა იყოს დაბეჭდილი, არ უნდა იყოს დადგმული, ამიტომ პრემიერა მოგვიანებით არის. ასე რომ ამ გამარჯვებულ პიესას უკვე სექტემბერში, როდესაც სეზონი გაიხსნება, შვენიერია. შვილის თეატრის მაყურებელმა. ესე იგი მალევე ნახავს საზოგადოება პიესას თუ რასაც გაიმარჯვებს, თუ გაგვანდობ მოკლე შინაარს დაახლოებიდან თემას, რაზეა პიესა, რას ეხება რა? თემა არის პრინციპი თეატრში თეატრი, რაც უძებნა. საინტერესოა. ეს არის კომედია, სადაც რომელიც არის პიესა არის წერალზე, დრამატურგზე, რომელიც წერს პიესას და მას თავისი პერსონაჟები უჯანმრთელდებიან. და ესე ვთქვათ, ამაცხებენ წერალს, იმიტომ რომ წერალის სვანერად უნდა დაწეროს და პერსონაჟებს სვანერად. შენ პერსონაჟებს გაამარჯვებინე ამ შემთხვევაში? დაუთმე? მე ვემხრობი იმ დრამატურგთა კატეგორიას, ვინც თვლის რომ თეატრი შერო სინთეზური ხელოვნება თეატრი ხო რამდენი პროფესია. რა თქმა უნდა.
თეატრში მაინც ყველაზე მეტად ესე იგი მე ვემხრობი იმ ადამიანებს ვისთვის რომ ყველაზე დიდი წილი წარმატებისაც და წარმატებლობისაც ეკუთვნის მსახიობს. რომ მეტი და ვემხრობი ასე დრამატურგებს. ხო. გადასარევი. უკვე თანამშრომლობ. ამიტომ თანამშრომლობ ჩვენ ძალიან კარგად და სინთეზურად და ხმაშეწყობილად. ბასა, ზოგადად მინდა კითხოთ ჩვენ ამაზე სხვა დრო, სხვა ეთერში ან სხვა სიტუაციაში გვისაუბრია, რა, კაი ცალკე რა მიმართულება არის, განსხვავდება დრამატურგია, პიესის წერა, დაუშვათ პროზის წერისგან, ესესებრისგან, რომანის წერისგან, რა, იმიტომ რომ ვიღაცისთვის შეიძლება წერა, ხო, მაგრამ ესე არ არის, რაღაც სხვა სპეციფიკა არსებობს და შენ თვითონ დრამატურგიით როდის დაინტერესდი? არც მიკითხავს, შენ თავიდან დრამატურგიით დაინტერესდი, თუ მე გახდა დრამატურგი, ეს აი პირველად ვკითხავ. დრამატურგი პირველივე დღიდან, როდესაც ბავშვობიდან არ ვიცოდი ეს. კი, რა თქმა უნდა, თავიდან ვინც უწერას ითხრებს, ყოველთვის რაღაც ჩანახატებით ითხრებს, ეურობით, რაღაც მოთხრობებით, რაღაც სულელებით და რაც შეეხება დრამატურგიას, თუ მივხვდი რომ ეს კომფორტული ჟანრია ჩემთვის, ეს ჟანრია, სადაც მეყვარს მუშაობა, იქით განსხვავდება სხვა ჟანრისგან, თქვა, სამსახურო ასპარეზი, ხელოვნების, ხო? ეს არის ჟანრი, სადაც მხოლოდ სიტყვას აქვს მნიშვნელობა, პერსონაჟის მიერ წარმოქმნილ სიტყვას და არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რას ფიქრობს ავტორი. ამ ჩვენ მაგალითად როდესაც რომანს ვკითხულობთ, ჩვენ შეგვიძლია სხვადასხვა პრინციპში ყველა პერსონაჟის აზრები და ფიქრები წავიკითხოთ წერლის დახმარებით. რას ფიქრობს ესათვის პერსონაჟი, რა აქვს გადაწყვეტილი, რა აქვს ჩანაფიქრი და ასე შემდეგ. დრამატურგია არის ჟანრი, სადაც მხოლოდ სიტყვა არის პერსონაჟის მიერ წარმოქმნილი და ისე უნდა იყოს წარმოქმნილი, რომ რასაც აპირებს და რასაც გააკეთებს, ის არ უნდა ითქვას. საინტერესო. პარადოქსული ჟანრია, ამიტომ ესეთი მაგალითი არსებობს, როდესაც ლექციას ვკითხულობ ხოლმე, რასაც ამბობს, რასაც ფიქრობს და რასაც აკეთებს, ერთმანეთისგან უნდა განსხვავდებოდეს. ანუ ამბობს ერთს, ფიქრობს მეორეს და აკეთებს მესამეს. ამ შემთხვევაში თუ ეს სამი ერთიანობის კანონი დრამატურგიაში, პიესაში და პერსონაჟში კონკრეტულად დასახულია, ის არის ყოველთვის კარგი პიესა. თუ რასაც იტყვის პერსონაჟი და რასაც გააკეთებს პერსონაჟი და რასაც ფიქრობს და გაახმოვანებს, ის არის ყოველთვის სქემატური, ცუდი პიესა, ცუდი. მაგრამ როგორც ჩანს, ჟიური ერთგვარად შენს აზრია ამ კუთხით და იმიტომაც შენ გამოვირჩიე შენი პიესა და შენი ნაწარმოები. დიდი მადლობა, ბასა, წარმატებებს გისურვებ, მადლობა რომ ჩაგვერთე და გისურვებ წარმატებებს. თქვენ თავმოყრა დიდი მადლობა ამისთვის და ვერჩი გიდგავთ ახალი სახელებით, ახალი ესებით და წამოსვლით. ნახოთ ახლა ვაშლები კიდე შემოგემატება თუ არა, დავაკვირდებით წლიდან წლამდე. აუთხოთ ასპარეზი. შენს ვაშლების თაროს. მადლობა ბასა, წარმატებები, ნახვამდის. ნახვამდის. კავდომანა, თქვენ ახსენეთ მანამდე რომ აი ვალერზე როცა ვთქვი რომ ადრეს აქვს აღებული თარგმანი ახსენეთ. არსებობს რაღაც ნომინაციები სხვადასხვა მიმართულებები, თუ კონკრეტულად უბრალოდ ფასდება საუკეთესო პიესა. თუ ვიცნობ ორი კონკურსია როგორც გითხარით, ქართული პიესა და თარგმნილი პიესა. ორივე კონკურსში ერთადერთი კრიტერიუმია ჟიური რომ მოდის ახალი წევრი მაგალითად ჟიურს მეკითხება როგორ რის მიხედვით შევაფასო ერთადერთი რამე გინდა თუ არა ნახო ეს პიესა სცენაზე და მოგეწონება თუ არა ჩვენ ამას კარგად გაიგებთ იმიტომ რომ კარგად იცით სცენა და თეატრი მაგრამ მომეწონა კარგი შეფასებისა და თუ მომინდება რომ ეს პიესა ვიხილო უკვე საინტერესოა რა თქმა უნდა გინდა ნახო ეს პიესა სცენაზე უკვე ეგ არის და მე ვაძლევ საშუალებას 0-დან 10 ქულამდე შეაფასოს არ ვერევი ჟიურის წევრების აზრში მე ვკითხო ეხლა ვიწყებ პიესების კითხვას კონკურსი რომ მორჩება მე თქვენ იწყებთ უკვე მუშაობას პირიქით ეხლა აფუძებ რა შემოვიდა ეხლა ვაპირებთ იცით რატომ რომ მე ობიექტურობა მქონდეს და ჩემი აზრი არ გამოთქვა ყოფილა შემთხვევა რომ არ ვეთანხმები. ეს უნდა მეკითხე ახლა. ოფილორ წაიკითხე და თქვი რომ რატო ეს და რატო ეს არა დაუშვათ. ორჯერ იყო მარტო, იმას არ ვეწინააღმდეგები, ვინც გაიმარჯვა, მაგრამ ჩემის აზრით ცოტა უკეთესი პიესა ჩემთვის იყო. მაგრამ ამას ხმამაღლა არ ვამბობ, ჩემთვის ვფიქრობ, მე ვატარებ კონკურსს, ხელმძღვანელი ვარ ფონდის და რა კი ვიწვევ სამ კაცს ჟიურიში. იმათ საერთო აზრს პატივს ვცემ. ჟიურის წევრები იცვლებიან ყოველდღიურად თუ არის დავშოთ მუდმივი წევრი ან მეუძება? ერთადერთი ჟიურის წევრი, რომელიც პირველი დღიდან არის, ეს არის გოგი ყაჯრიშვილი, რაც არ უნდა უცნაური მოეჩვენოს ვინმეს, იმიტომ რომ დავიწყე კონკურსები, კახა ფული არ მქონდა, ერთი თეთრი არ მქონდა. და გადავწყვიტე რომ კონკურსი უნდა ჩავატარო. არანორმალური ადამიანი ვარ საერთოდ. ჩემს მეგობრებში დავიწყე ფულის აკრეფა 20 ლარი 50 ლარი 60 რაღაცა ფული შევკრიბე
მერე ნინო დარასელმა მომცა კიდე რაღაც თანხა, მუდმივად მიწერია განსაკუთრებული მადლობა ნინო დარასელს, რომ ორი კონკურსი დამიფინანსა და მოვიწვია ჟიური, რომელსაც ვერ უხდიდი ვერაფერს. ვამბობდი რომ ფული არ მაქვს და თუ გინდა, აი გოგი მოვიდა, დადგა ჩემს გვერდით და დღემდე ერთი უცვლელი წევრი მყავს. იმიტომ რომ აი ვიღაცამ უნდა იცოდეს მთელი კონკურსის პიესები და რამე რო აინტერესებს ვინმეს, გოგი არის პიესები. ფონდი ეკუთვნის პიესების, ფონდი ეკუთვნის გოგის. მოუწოდეთ რომელიც წელს ყავდათ ახალი რეზო შატაკიშვილი? შატაკიშვილი მეორეჯერ იყო და მანანა ანასაშვილი მერამდენეჯერ უკვე. მე ძირითადად ვცვლი ხომე ჟიურის წევრებს, მაგრამ ზოგჯერ არის რომ ორჯერ სამჯერ ერთი და იგივე მოვა. ვალე შეგაწყვეტინეთ ბასაგვერდთებოდა თქვენს გითხარით მოკლედ აი რომ შეხვედით უკვე და ამ ზუგდიდი სიცხემ და ნესტმა და იქ შაპიდროს მოვიდა იდეა დაახლოებით რაც ეხება პიესა და აქვე კითხავ თქვენს აი ბასამ დეტალები აღნიშნა და კარგი კრიტერიუმი თქვა თუ მოგინდება დადგმო თქვენთვის რა ხდება ხოლმე როცა აცოცხლებს რეჟისორი თქვენს პიესას ამ მომენტში რა ხდება თუ განსხვავებული ვერსია უწდება თუ არა გული თქვა როგორია ეს თანამშრომლობა თქვენი აზრები გადადის სცენარისტ და მსახიობები უნდა გადმოსცენ. თქვენი კითხვიდან ყველაზე მარტივობას ვხებ ჩემთვის რომ მარტივი დავიწყო და მე არ მწყდება. თული რომელი იყო ვალერი? დანარჩენები ბოლო იყო. კაი, მარტივი დავიწყო. ესე იგი არ მწყდება გული როგორც არ უნდა დადგან ეს ჩემი პიესი. ანუ მათ ადრე თავისუფლებას. ხო. აი ესეთი, იმიტომ რომ ეს რაღაცნაირი ეგოისტური სიამოვნება, როცა ხედავ რომ შენ თან ეხა მოდი გულწრფელად ვთქვათ, რომ ტექსტებით არის გადავსებული, ხო, მთელი სამყარო და როდესაც შენს ტექსტს ყურადღებას მიექცევ? ხო, რა თქმა უნდა, გიხარია. ეს პიესა არის მარტივად რო გითხრათ და კონცეფციაც ეს მქონდა, რომ ევრიპიდეს წინააღმდეგ, ასე ვთქვათ, ანუ ევრიპიდეს მედეას ვერსიის წინააღმდეგ არის და ფაქტობრივად არის პასუხი შეკითხვაზე, რომ როგორი რა დარჩება მედეასაგან თუ კი თავისი შვილების მკვლელი არ არის. და მაშინ როგორი მედეას ხალურობა გვექნება ჩვენ. კაში ეკმაყოფილია? კაშია ძალიან გვაყოფილია, ხო და თავი კაში ეკმაყოფილია. აქამდე არ დადგა, ანუ რამდენიმე თვე ხო ქონდა, მაგრამ ნუ ეხლა გავითვალისწინოთ რომ საქმეებშია, მაგრამ აი ეხლა ძახილის ნიშნებით მწერდა რომ არავის არ მისცემა დადგმის ჩემ გარდა და რაღაცეები. შვენიერია, შვენიერია. პირდება და აჰა დავამონათოთ და ვნახოთ როდის. შვენიერია. საჯაროდ ახლა აი უნდა პირდაპირ ეთერში გიორგი კაშიას რომ ველოდებით როდის დაედგიმა პიესა და ფაქტობრივად იწყება თუ არა უკვე მზადდება მომავალი კონკურსისთვის. ჯერ დაიგიხოთ პიესებს თქვენ და მერე შეუძლებთ. არა, ეს ჩემი სამზარეულო, ჩემი საქმეა. აი ვაპირებ ხვალვე გამოვაცხადო კონკურსი თარგმნილ პიესებზე. ეხლავე, იმიტომ რომ ყოველთვის დროს ვაძლევ, რამოდენიმე თვე უნდა იყოს ამისთვის. და პიესების მიღებას დავიწყებ ნოემბერში, თარგმნილი პიესების და ვალერის უთხარი რომ იცოდე მეთქი რომ 20-26 იანვრიდან ისევ ქართული პიესის კონკურსი იქნება. ძალიან კარგი. მართლა შესანიშნავი мотиваცია. იცით რატომ? იმიტომ რომ არ მინდა რომ შეწყდეს პროცესი თუ არ წყდება. აი ეს არის, აი უნდა ამბავი რომ შექსპირი გეუბნება ამბავი თუ აგორდა გზადაგზა ძალას თვითონ მოიკრებს. ხადია. თავარია პროცესი მიმდინარეობდეს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დიდ მადლობას მოგახსენეთ მობრძანებისთვის, გისურვებთ წარმატებას. მადლობა ამ კონკურსს, იმიტომ რომ ნამდვილად როგორც ჩემთვის სახიობისთვის მნიშვნელოვანია რაც რომ მეტი პიესა დაიწერება, მეტი ქართული პიესა ითარგმნება და გვექნება საშუალება უფრო მეტი არჩევანი იქნებათ რეჟისორებს და მეტი ქართული პიესა სცენაზე მშვენიერია მხოლოდ და მხოლოდ. შეიძლება გითხრათ რაღაც. კახა მე მინდა გითხრათ თქვენ განსაკუთრებული მადლობა, იმიტომ რომ მე კონკურსების მერე ხშირად ვარ ხოლმე ხან რადიოში, ხან ტელევიზიის და აი განსაკუთრებით საინტერესო ხართ თქვენ, იმიტომ რომ თეატრთან დაკავშირებული ხართ, გიყვართ ეს სფერო ძალიან და უღრმესი მადლობა. ყოველთვის საინტერესოა თქვენთან მოსვლა სტუმრად. თქვენ მადლობა, მე შევახსენებ ჩვენს ძვირფასმენელს ქალბატონ მან ანთაძე, ფონდის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, რომელმაც ფონდს უკვე მე-20-ად განახორციელა წელს ქართული დრამატურგიის კონკურსი და ერთ-ერთი გამარჯვებული წლევანდელი კონკურსის დრამატურგი ვალერი ოთხოზორია იყო ჩვენი სტუმარი.